რა საერთო შეიძლება ჰქონდეთ ამ 4 ენას იმის გარდა, რომ 4-ივე არის ძნელი სასწავლი. ბერძნულიც, ისლანდიურიც, ლათინურიც და სანსკრიტიც გამომდინარეობს ერთი ენიდან, საერთო ენიდან, რომელზეც საუბრობდნენ დაახლოებით 5500 წლის წინ და დღეს მოსახლეობის 52% საუბრობს ენაზე, რომელიც ამ ენის პირდაპირ შთამომავალია. ეს ენა არის პროტოინდოევროპული. დღესდღეობით მოსახლეობის 52%, ესე იგი 3.4 მილიარდი ადამიანი მშობლიურ ენად საუბრობს ენაზე, რომელიც ინდოევროპულად ითვლება. ინდოევროპულში არის 10-12 ქვეჯგუფი, მაგრამ ჩამოვწერე ყველაზე გავრცელებულები და რომელიც ხალხმა ყველაზე მეტად იცის, გერმანიკული, რომელშიც შედის ინგლისური, გერმანული, შვედური, ისლანდიური. კელტური ენები გავრცელებული იყო ევროპაში, მაგრამ დღესდღეობით ძალიან ცოტა ადამიანი საუბრობს. კელტურში შედის ირლანდიური, შოტლანდიური და სხვა ენებიც. იტალიკურში შედის გადაშენებული ლათინური, რომლისგანაც შემდეგ წარმოვიდნენ რუმინული, ესპანური, იტალიური, პორტუგალიური და ამ შემდეგ. ბალტოსლავური იყოფა ორად, ბალტიკურ და სლავურ ენებად. ბალტიკურში შედის გადაშენებული ძველი პრუსიული ენა, ლატვიური და ლიტვური. სლავურში შედის რუსული, უკრაინული, სერბული, პოლონური. ინდოირანულში შედის მაგალითად ჰინდი და სპარსული. მაგრამ ინდოევროპულში არის ასევე სხვა ქვეჯგუფები, რომელიც არ ჩამომიწერია. არის გადაშენებული ქვეჯგუფები, მაგალითად როგორც არის ტოქარიული, რომელზეც დღევანდელ ჩინეთში საუბრობდნენ. ასევე არის ანატოლიური, მაგალითად ანატოლიურში შედის ხეთური და ასევე არის სხვა ქვეჯგუფები, რომელსაც დადასტურებული არ არის და ნაკლები ინფორმაცია გვაქვს მაგაზე, მაგალითად ფრიგიული, ლუსიტანიური და ასე შემდეგ. შეიძლება კითხვა გაგიჩნდეთ, თუ საიდან ხვდებიან მეცნიერები ორი ენა საერთო ენიდან გამომდინარეობს თუ არა. ამის რამდენიმე მეთოდი არსებობს. მეცნიერები უყურებენ 1-დან 10-მდე ციფრებს, ოჯახის წევრების სახელებს, დედა, მამა, ძმა და ასევე ზმნებს, ჭამა, დაჯდომა, ადგომა და ასე შემდეგ. შევხედოთ მაგალითს. ინგლისურში 3 არის 3, გერმანულში არის 3 და როგორც ხვდებით, მარტივი დასანახია, რომ თ და դ 1-დან გამომდინარეობს. ლათინურში არის dress, სანსკრიტში dryas და ბერძნულში არის tres და როგორც ხედავთ, ძალიან მსგავსი არის. დიდი მსგავსება არის ამ სიტყვებს შორის. ასევე შევხედოთ მამას, მაგალითად, ინგლისურში არის father, გერმანულში vater, ლათინურში pater, სანსკრიტში Peter, ბერძნულში pater. გამოთქმა ცოტა ისეთი. და შეგვიძლია დავინახოთ, რომ F-ი და P გამომდინარეობს იგივე ასოდან, რომელიც შეგვიძლია, რომ დაახლოებით P ჩავთვალოთ. ასევე შევხედოთ ზმნებს, it, ინგლისურში, გერმანულში essen, ლათინურში edere, სანსკრიტში ad და ესეც ძალიან მსგავსი არის. ერთადერთი განსხვავება არის ის, რომ გერმანულში არის essen, esi და დანარჩენში არის t ან d. ინგლისურში არის t, ლათინურში და სანსკრიტში არის d. ასევე მინდა რომ გამოვიხილო სხვა ენათა ჯგუფები მოგვიანებით და მოვეცდები, რომ საინტერესო თემებს შევეხო.